მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ექიმი გურჩავს და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ვეტერინარი ექიმი შოთა ყულჯანიშვილი და ვისაუბრებთ სოკოვან დაავადებებზე, რომელიც მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვიდან გადადის ადამიანზე. მოგესალმებით ბატონო შოთა და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო შოთა, რო ავხსნათ ზოგადად რა არის სოკოვანი დაავადებები და ძირითადად რომელი დაავადებები არის გადამდები, რაც პირუტყვში გვხვდება და გადადის ადამიანზე. ძირითადად ეს არის კანის დაავადებები, რომელიც არის ზოონოზური, მიკოზური, მიკოზურს უწოდებენ. მათ ეს ძირითადად არის ქეცი, მკრეჭავებული და კიდე სხვადასხვა დაავადებები. ესენი ძირითადად გვხვდება ქეცი და მკრეჭავებული, რომელიც ადამიანს, ანუ უშუალოდ ფერმერებს ხვდებათ პირუტყვიდან. ანუ მათ ვისაც ალბათ უშუალოდ შეხება აქვთ პირუტყვთან. კი. ძირითადად აი ქეცის რა კლინიკური გამოვლენებებით ახასიათებენ, როგორ უნდა მიხვდეს თუნდაც მეპატრონე პირუტყვის, რა ვთქვათ, მის პირუტყვს აქვს ქეცი და რა პირველადი ნიშნებია, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოს. ეს ძირითადში ეს ნიშნები არის რგოლური, ანუ გამონაყარით, შეიძლება იყოს პეწვის გაცვენა, თქვათ თავზე, ძირითადად ყურების უკან, კისერზე და იშვიათად ზურგზე. ეს ემართებათ უფრო ახალგაზრდა პირუტყვს, ანუ 2-6 თვის ასაკში და უფრო მეტად გამოვლინდება მოზარდ პირუტყვში. რა შემთხვევაში გადადის ადამიანზე? უშუალოდ პირდაპირი კონტაქტით, ანუ ფერმერის, მომლელის მიცულის, ვისაც აქვს კონტაქტი, პირდაპირი შეხებით, შეიძლება ხელი კონდეს დაზიანებული ფერმერს, თქვათ, მწველავს და ასე შემდეგ და იმას შეეხოს, ანუ იქიდან გადავიდეს და ასევე შეიძლება იყოს გადადება უკვე ინფიცირებული, თქვათ, ტასაცმელზე იყოს, ის ტასაცმელი სხვა ფერმერმა ჩაიცვას, ანუ მომლელმა, თქვათ, ოჯახის წევრმა, ხელსაწყოები და ასე შემდეგ. და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს ეს ქეცი? ადამიანიდან ადამიანზე გადადის, მაგრამ ნაკლებად უფრო ანუ პირუტყვიდან ადამიანზე და ადამიანიდან პირუტყვზე არის შესაძლებელი გადასვლა. აღნიშნულ დაავადებას ქეცს ახასიათებს თუ არა სეზონურობა და ასევე რომ ვისაუბროთ, რამდენად საშიშია როგორც პირუტყვისთვის, ასევე ადამიანისთვის. სეზონურობა ახასიათებს, ძირითადად გამოვლენება ხდება ხოლმე ზამთრის პერიოდში და ადრეულ გაზაფხულზე, ეს დაახლოებით მარტი-აპრილის თვეებში უკვე მაისში თითქმის აღარ ეტყობათ, იმიტომ რომ მინდორში გადის პირუტყვი იქიდან შესაბამისად რაღაც დონეზე ქრება ეს ქეცი, ასაკიც ემატება და ასაკობრივ ზوارს გადადიან და შესაბამისად აღარ აქვთ. საშიში არის, რა თქმა უნდა, ეს ყველა კანის დაავადება არის სოკოვანი დაავადება, რომელიც საჭიროებს შესაბამის მკურნალობას, როგორც პირუტყვში, ისევე ადამიანში. და მას შემდგომ, რაც ადამიანს პირველადი ნიშნები გამოვლინდება, რა შეიძლება იყოს ეს და ვის უნდა მიმართოს დიაგნოსტიკისთვის? აუცილებლად უნდა მიმართოს კანის ექიმს, დერმატოლოგს, ანუ პირველივე ნიშნებიდან. ეს ნიშნებია მაგალითად მრგვალად გამონაყარი კანზე, ძირითადად ეს არის ხელებზე, სახეზე და ანუ ფეხებზე, კიდურებზე რა. ხო. რო გვითხრათ თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად ხშირია ჩვენს რეგიონში აღნიშნული დაავადება, როგორია მომართვიანობა და აქედან გამომდინარე, აი ქეცის დიაგნოზის დასმა უშუალოდ პირუტყვებში როგორ ხდება? პირუტყვშიც როგორც წეგან აღნიშნე, ეს არის ძირითადად თმის ცვენა, მრგვალად, არის კიდე შეიძლება ქერქი იყოს, ან წარმონაქმნი, ან ქეცი, როგორ გითხრათ, როგორც ქერტლი ეგრე ქონდეს, უშუალოდ აი კისერზე, როგორც წეგან აღნიშნე, თავზე, კისერზე, ყურების უკან, ზურგზე. ანუ ვიზუალურად ახდენთ მის დაკვირვებას და შეფასებას. ძირითადად ვიზუალურია, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, მაგ შემთხვევაში უკვე მე ხდება ლაბორატორიული კვლევა. დრო ზუსტად დავადგინოთ რომელი დაავადება. კი ბატონო და რამდენად ხშირია ჩვენს რეგიონში ეს დაავადება გავრცელებული? დაახლოებით რა პერიოდებში მოგმართავენ ფერმერები, რომ შეიძლება ეჭვქონდეთ ქეცს?
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენ რეგიონში საკმაოდ ამ ბოლო წლებში გახშირდა ქეცის შემთხვევები. ძირითადი მომართვიანობა არის ზამთრის პერიოდი, იანვარ-თებერვალი უფრო, როცა პირუტყვი არის ბაგურკვებაზე და საკმაოდ ისეთ სადგომებში ჩნდება, სადაც არ არის მაგალითად მაღალია ტენიანობა, მაღალია ტემპერატურა, არ აქვს ფანჯარა, განიავება არ ხდება სადგომის, და დეზინფექცია ჩატარებული რა თქმა უნდა დიდი ხანი. მინდა ასევე გკითხოთ, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ მსხვილფეხარქოს ან პირუტყვთან აქვს შეხება, ასევე შეიძლება ქონდეს ეჭვი, რომ მის პირუტყვს ქონდეს ქეცი, როგორ მოახდინოს თავის დაცვა, რა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება შეუძლია ერთის მხრივ პირუტყვთან მიმართებაში და მეორეს მხრივ თავისი ჯანმრთელობის დასაცავად. პირველ რიგში ავადმყოფი ცხოველი უნდა მოახდინონ მისი იზოლირება სხვა ცხოველებისგან, რათა ცხოველიდან ცხოველსაც გადადის ძალიან მარტივად ეს დაავადება. როგორც წეგან აღნიშნე, არის ეს ძირითადად ისეთ სადგომებში, სადაც არ ხდება ვენტილაცია, ანუ ჰაერის შემოდინება, გადინება, მაღალია ტენიანობა და მაღალია ტემპერატურა. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნიშნების შემჩნევის დროს უნდა მიმართონ ვეტერინარ ექიმს. თუ ადამიანზეა ნიშნები, როგორც თქვით, აუცილებლად კანის ექიმს უნდა მიმართონ დროულად, რათა მარტივია მკურნალობა, ვიდრე გართულებული, როცა არის უკვე დაავადება. რეკომენდაციებს რაც შეეხება, აუცილებელია ფერმერმა გამოიყენოს ხელთათმები, სპეცტასაცმელი, რომლებსაც პერიოდულად უნდა გაირეცხოს, ანუ შეიცვალოს, დეზინფექცია ჩაუტარდეს. იარაღებსაც დეზინფექცია უნდა ჩაატარონ, რაცაც იმ ცხოველთან გამოიყენებენ. ეს არის ვთქვათ, სადგომში გამოსაყენებელი იარაღები. ხელების ხშირი დაბანვა იმ პირუტყვთან, როცა კონტაქტი ექნება, აუცილებლად იმის შემდეგ ხელები უნდა დაიბანოს სხვა პირუტყვთან, თუნდაც ვთქვათ, საკვები მიუტანოს, ან მოუვაროს სხვა პირუტყვს. როგორც აღნიშნე, იზოლაცია აუცილებელია იმ ცხოველის, იმიტომ რომ ძალიან მარტივად გადავა და ყველაზე კარგი იქნება, რაც მალე და ხშირად გაანიავებენ სადგომს და სადგომის აუცილებელი დეზინფექცია, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენს პირობებში არის ხის სადგომები, რომელშიც ეს დაავადება, ეს სპორა ძალიან მარტივად ინახება, ასე რომ ვთქვა და შეიძლება სხვა ჯანმრთელ პირუტყვზეც მერე გადავიდეს. შეიძლება უბრალოდ მომხმარებელს რომელიც რძის პროდუქტებს მიირთმევს, გაუჩნდეს კითხვა, თქვათ რძის პროდუქტებიდან არის თუ არა გადამდები ქეცის დაავადება, ანუ როგორც ვიცით, სხვადასხვა დაავადებები შეიძლება რძეში გადავიდეს და გადამდები აღმოჩნდეს, თუმცა ქეცის შემთხვევაში როგორ ხდება? ქეცის შემთხვევაში არ არის გადამდები, თუმცა გადამდები არის მწველავისთვის, ვინც უშუალოდ პირუტყვს ეხება. რძე ძირითადად საწარმოებში პასტერიზებას გადის, შესაბამისად ის უნებელია. და ბოლო ნაწილში ასევე ფერმერებისთვის საინტერესო იქნება ვისაუბროთ ვაქცინაციაზე, რომელიც ალბათ ერთის მხრივ იცავს პირუტყვს და მეორეს მხრივ იმ ადამიანს, ვისაც უშუალოდ პირუტყვთან აქვს შეხება. რა თქმა უნდა, ვაქცინაცია სასურველია, სავალდებულო არ არის, მაგრამ შეიძლება სადგომში სულ არ ყოფილა ქეცი, უბრალოდ იქ საჭიროა სანიტარული ნორმების დაცვა, ასე რომ ვთქვათ, დროული დაწმენდა, დეზინფექცია, ვთქვათ, იმ იარაღებით, თუნდაც არ არის ეს დაავადება სადგომში, აუცილებელია რაღაც პერიოდები, პერიოდში ერთხელ მაინც იარაღების დეზინფექცია, ხო? ასევე ვაქცინაციას რაც შეეხება, სადაც სადგომში არის ეს დაავადება, სავალდებულოა იქ აიცრას დანარჩენ ჯანმრთელი პირუტყვი, რათა იმათთან აღარ მოხდეს გადადება, იმიტომ რომ სანამ შევამჩნიეთ ჩვენ ვთქვათ პირუტყვზე, რომ აქ ქეცის ნიშნები, ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება სხვა პირუტყვსაც გადაედო. და ასევე ადამიანზეც გახდეს გადამდები. სასურველია ადამიანიც რომ ვთქვათ მიმართოს ექიმს, ჩაიტაროს ანალიზები. და დაახლოებით თუ ვიცით, თუ ადამიანს შეხება ქონდა იმ აღჭურვილობის გარეშე, თქვათ სადეზინფექციო საშუალებების გარეშე პირუტყვთან, რამდენ ხანს შეიძლება გამოუვლინდეს ეს ნიშნები? როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით 2-4 კვირა ჭირდება გამოვლენას. ასევე მკურნალობას ინკუბაციის პერიოდი ალბათ. ინკუბაციის პერიოდი კი. და მკურნალობასაც თუ დროულად მიმართავენ, დაახლოებით 2-4 კვირა მაქსიმუმი, რომ დაჭირდეთ მკურნალობაზეც. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. მე კი გემშვიდობებით და შეგხვდებით მომდევნო ხუთშაბათს.